თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა, ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე უარყოფს ციურიხში ჯაშუშობის ბრალდებით ორი თანამშრომლის დაკავება. საქმე ეხება ციურიხში სასტუმრო მერიოდში სოზარ სუბარისა და ვახტანგ კომახიძის შეხვედრას, რომელსაც შვეიცარიული მედიის ცნობით თბილისიდან გაგზავნილი ძალოვანები ფარულად უთვალთვალებდნენ. მე-9 ქართველი ოპერმუშაკების დაკავება გაძევების ფაქტი შვეიცარიელი ჟურნალისტების შემდეგ კონფედერაციის საჯარო მოხელეებმაც დაუდასტურეს. მეტიც როგორც აღმოჩნდა, შვეიცარიის პარლამენტის საგამოძიებო კომისია უცხო ქვეყნის ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა უკანონო ქმედების გამო ორჯერ შეიკრიბა. ნახეთ საგამოძიებო კომისიის მდივნის პასუხი მე-9 და ასევე ოფიციალური ბერნის საგარეო უწყების რეაქცია კითხვებზე. გამოცემების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომლის დაკავება გაძევების ფაქტი შვეიცარიის პარლამენტმა მე-9-ს დაუდასტურა. თქვენს მიერ ნახსენებ სტატიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიამ არ ჩათვალა საჭირო რაიმე დამატებითი ქმედებების განხორციელება. რაც თავად შემთხვევა შეეხება შვეიცარიის მთავრობის ქმედებების საფუძვლიანობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კომისია აზრს არ გამოთქვამს. კონფედერაციის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მდივანი ივო კრაილიგერი ელექტრონულად გაგზავნილი შეკითხების პასუხში ქართველი სამართალდამცველების დეპორტაციის ფაქტს ეჭვის ქვეშ არ აყენებს. ცნობა იმის შესახებ, რომ ქართველი ჯაშუშების საქმიანობასა და მათ დაკავებაზე შვეიცარიის პარლამენტში საგამოძიებო კომისია ორჯერ შეიკრიბა, პირველად გაზეთ თაგესან საიგერში გაჩნდა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეკითხვებს ამავე თემაზე ასე უპასუხეს. საგარეო საქმეთა დეპარტამენტი ამ თემასთან დაკავშირებით არ საუბრობს. საქმე ეხება იმ ორ ქართულ სამართალდამცველს, რომელიც 2012 წლის 11 აპრილს კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარისა და ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის შეხვედრას უთვალთვალებდა. შვეიცარიული გაზეთების ნოიე ციურიხე ცაიტუნგისა და თაგეს ანცაიგერის ცნობით, თვალთვალიდან ცოტა ხანში უკანონოდ მოქმედი პირები ციურიხის ცენტრალურ სადგურზე დააკავეს. თან მოსასმენი აპარატურა აღმოუჩინეს. 3 კვირის შემდეგ ის საქართველოში დააბრუნეს. მე-9-მა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დღეს უკვე მე-13 მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შეკითხვის დასრულებამდე ტელეფონი გათიშა. შვეიცარიის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაგვიდასტურა ინფორმაციები. გასულ კვირას კი ამავე თემაზე დასმულ კითხვებს ასეთი პასუხი გასცა. თქვენ მაშინაც უარყავით ეს ინფორმაცია? როგორც იცით, მაშინ მოვიკითხე და არ არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მსგავსი ინფორმაცია. ხა არ მგონია, რომ ხა აღმოჩნდეს სახან მეორე გაზეთმა დაწერა ესე. როგორც აღმოჩნდა, ციურიხში ქართველი ჯაშუშების დაკავების ფაქტი არიციან საპარლამენტო უმრავლესობაშიც. იქთიც ვახტანგ კომახიძისკენ იშვერენ, რომელსაც სამშობლოში დევნის გამო შვეიცარიამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ერთადერთი რის თაობაზეც მაქვს ინფორმაცია, ეს არის კომახიძის რბილად რომ ვთქვათ რაღაცა მოლანდებები, რომელიც ამ ადამიანს წლების განმავლობაში აქვს ხოლმე. სხვა არანაირი ინფორმაცია მით უმეტეს კომახიძეზე დაყრდნობით არ შეიძლება რომ მქონდეს. საქართველოს ხელისუფლება უცხო ქვეყანაში უკანონო საქმიანობისთვის უკვე გააკრიტიკა შვეიცარიული გაზეთის რედაქტორმა. რეშტრელემ აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში კრიტიკა შვეიცარიის მთავრობას დააკლო საქართველოსთვის ჯაშუშების უხმაუროდ გადაცემისთვის.